გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბეიქა პატურაშვილი, ეს არის Redline. დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში რომ მიყურებთ. თუ გაინტერესებთ როგორ მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, რა ხდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე მის მიღმა. ჩაუჯექით ამ ვიდეოს ბოლომდე, ბევრ საინტერესო ვიდეოს ნახავთ და ამერწმუნეთ, ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ, ბევრ საინტერესო კომენტარსაც მოგასმენინებთ, შევეხები როგორც სამხედრო მიმართულებით სიახლეებს, ასევე გარკვეულ პოლიტიკურ თემებზეც მექნება საუბარი. მათ შორის, სწორედ პოლიტიკურით დავიწყებ. 12 ივნისი იყო გუშინ რუსეთის დღე აღინიშნებოდა, სამოქალაქო დღესასწაული უკვე 23 ჯერ აღინიშნა, თუმცა ფაქტობრივად ისტორიული ამბავი დაფიქსირდა, იმიტომ რომ აი როგორც ამ ფოტოზე განსხვავებაც ხედავთ, წლევანდელი კადრია და შარშანდელი კადრია. წელს სრული სიცარიელე იყო წითელ მოედანზე, წინა წლებისგან განსხვავებით ყოველთვის ასე ხდებოდა, წინა წლებისგან განსხვავებით რაღაც ბომბეზური ღონისძიებების გარეშე ჩაიარა გუშინდელმა დღემ, არ იყო არც გალა კონცერტები, არც პუტინის სიტყვით გამოსვლა და ასე შემდეგ. პუტინი დახურულ შეხვედრაზე, დახურულ სივრცეში, რაც მნიშვნელოვანია და დაცულ სივრცეში, შეხვდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს, ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს და იქ ძალიან საინტერესო განცხადებები გააკეთა სხვათა შორის. რატომ მოხდა ეს დახურულ სივრცეში და რატომ არა ღია ბომბეზურ ღონისძიებაზე, ეს ხო უკვე ალბათ ბევრი თქვენგანისთვის გასაგებია, მაგრამ მაინც აღნიშნოთ, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ რუსეთში ძალიან ეშინიათ უკრაინული შორსმოქმედი დრონების. 9 მაისს გავიხსენოთ, ტრამპის ჩარევით სამდღიანი დროებითი ნაწილობრივი ზავი გამოცხადდა, სწორედ შორი დისტანციაზე დარტყმების მიმართულებით და მაშინ ფაქტობრივად ტრამპმა აჩუქა პუტინს 9 მაისის ღონისძიება, თუმცა სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩაიარა იმ დღემაც, თუმცა ამ შემთხვევაში კონკრეტულად 12 ივნისი და რუსეთის დღე აღარ იყო ეთყობა იმ რანგის მოვლენა, რომ ტრამპი ჩარეულიყო და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ უბრალოდ ვერ გაბედეს ამის ბომბეზურად ჩატარება. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პუტინმა საინტერესო განცხადებები აკეთა. მათ შორის ნატო დაადანაშაულა ომის დაწყებაში, დაიმუქრა უკრაინაში ყველაფერს გავანადგურებთო, როგორც წესი, ამას აკეთებს ხოლმე ყველა ჯერზე. თუმცა აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ მან პირველად საჯაროდ წაიწუწუნა ამ სამხედრო, ეგრეთ წოდებული სამხედრო სპეციალური ოპერაციის მიმდინარეობის ტემპებთან მიმართებით, თქვა რომ რაღაც ისეთი ტემპით ვერ მიიწევენ რუსი სამხედროები წინ, როგორც მას სურს, თუმცა მაინც ყველაფერი ასე თუ ისე რიგზეო. ერთ შეხედვით ეს თითქოს უმნიშვნელო და წარმოთქმული ფრაზები იყო, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც უკვე პუტინსაც უწევს აღიარება იმის, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. მოკლედ, ამ თემას მე აუცილებლად დავუბრუნდები, თუმცა დავიწყოთ ახლა იმ მიზეზებზე საუბარი, რატომ არ არის ყველაფერი რაღაც ისე, როგორც პუტინს სურს. ბოლო პერიოდში ამ თემაზე ბევრს ვსაუბრობ, მათ შორის წინა ვიდეოში ვსაუბრობდი იგივე ყირიმის შესახებ, რომლის რუკასაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ და ასევე ძალიან ხშირად ვახსენებთ შორი მოქმედების და საშუალო დისტანციაზე დარტყმებს უკრაინელების მხრიდან, რაც უფრო და უფრო ინტენსიური ხდება და ჯერჯერობით ამას ვერაფერს ვერ უპირისპირებს რუსეთის არმია, რუსეთის ძლევამოსილი არმია, ან რა ვიცი, როგორც გნებავთ. მეორე არმია მსოფლიოში. მთავარი სიახლე ყირიმთან მიმართებით მდგომარეობს იმაში, რომ თუ მაგალითად მე ჩემ წინა ეპიზოდში ვყვებოდი ჩონგარის ხიდის განადგურების შესახებ, რაც აი აქ ყირიმის ჩრდილო აღმოსავლეთით მიმართულებაზე ერთ-ერთი საკვანძო გამტარი ზონა არის, ასე ვთქვათ, და არტერია არის. ამ შემთხვევაში თქვენ ამ რუკაზე ხედავთ ერთდროულად 7 მონიშნას წითელ ხაზებს. რაც იმას ნიშნავს, რომ აქ 7 მნიშვნელოვანი ხიდი არის ამ დროისთვის დაზიანებული ან განადგურებული, რაც წარმოუდგენლად მძიმე კრიზისს ქმნის მთლიანად ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე და ეს კრიზისი მხოლოდ სამხედრო ტვირთების მოძრაობას არ ეხება, მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშ მოექცა ადგილობრივი მოსახლეობა და ყირიმის სტუმრები. მათ შორის ისინი, ვინც მოსკოვიდან თუ სხვა ქალაქებიდან დასასვენებლად და
ბედნიერი ზაფხულის გასატარებლად ჩავიდნენ იქ. ახლა ისინი თავად აღიარებენ, რომ ფაქტობრივად ხაფანგში არიან მოქცეული და სხვებსაც ურჩევენ, რომ ყირიმში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ სულ ცოტა ხანში ვნახავთ ვიდეოებს, მანამდე კონკრეტულად ხიდებზე ვისაუბროთ და ვნახოთ პრინციპში ეს ვიდეო მასალა, სადაც გრაფიკულად არის პარალელურად ნაჩვენები ამ ხიდების განადგურების ამბავი. Підключились підрозділи Альфи, нанесли ураження, але наразі стосовно Чангарського, Армянська, це все проводилось нашим центром. Армянський мост було сьогодні вночі пошкоджено. Ступень пошкодження ще одною ділянкою, яка уважно контролюється нами. Армянськ, які перевозили як пальне, так і боєкомплект, близько 50. ეს ფრაგმენტები, რომელსაც ახლა უსმენდით, არის ერთ-ერთი უკრაინული დანაყოფის მეთაურის ინტერვიუდან ამოღებული, რომელიც უშუალოდ იყო პასუხისმგებელი ამ მიმართულებით ჩატარებულ ოპერაციებზე. მისი ინტერვიუს ოდნავ ვრცელ ვარიანტს სულ ცოტა ხანში მოგასმენინებთ. მანამდე კი უშუალოდ დრონების დარტყმების კადრებს ადევნებთ ახლა თქვენ თვალს. და ამ კადრებში ალბათ შენიშნავდით ერთ მომენტს, სადაც ჩანდა არმიანსკის ხიდთან დიდი კოლონის განადგურების პატარა ფრაგმენტი. აი ამ კადრში ეს დიდი კოლონა მთელი თავისი მასშტაბით ჩანს. ალბათ ხო უამრავი ვიდეო და ფოტომასალა არსებობს ამ ომის მიმდინარეობისას, ამ დრონებიდან გადაღებული ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით, მაგრამ ეს ალბათ არის ერთ-ერთი ისტორიული კადრი თავისი მასშტაბიდან გამომდინარე. ასეთი ამბავი მოხდა და ინტერვიუში, რომელსაც ახლა მოგასმენინებთ, ეს მეთაური თავად აღწერს ამ ისტორიას. მას შემდეგ, რაც ჩონგარის ხიდი დაზიანდა და დაიბომბა უკრაინული დრონებით, რუსეთის არმიის მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამხედრო ტვირთები გადაემისამართებინათ უფრო სწორად სხვა მიმართულებით, უფრო ყირიმის ჩრდილო დასავლეთი მიმართულებით მდებარე არმიანსკის ხიდზე და სწორედ იქ დაიბომბა ეს კოლონა. მოდი მოვისმინოთ ახლა ეს ინტერვიუ, დამეთანხმებით, რომ შთამბეჭდავი ფოტო კადრი არის, ტოპ კადრი არის. და აქ ინფორმაციაში ნათქვამია და ეს მეთაურიც ამბობს, რომ 50-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი განადგურდა, რომელიც ნაწილობრივ სამხედრო შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული, ნაწილობრივ კი აქ იყო საწვამძიდები. აგერ არის ეს ინტერვიუც და მოვისმინოთ. არ აქვს ინგლისური ტიტრები და უკრაინულად საუბრობს, ამიტომ გამომახვილა ყურადღება დიდწილად შინაარსზე, ამიტომ მოკლედ თარგმანი არ გვაქვს პოდიშს გიხდით, მაგრამ ორიგინალში შეგიძლიათ მოვისმინოთ. Там є декілька шляхів, по якимсь наносили ураження ми, по якимсь підключились підрозділи Альфи, нанесли ураження, але наразі стосовно Чангарського, Армянська, це все проводилось нашим центром. Вчора командир з одного з батальйонів 37-ї мотострілецької бригади, він чинив самогубство. Складна обстановка, неможливість противника нарощувати і забезпечувати свої угрупування призводить до таких вчинків. Всі ці ураження, операції плануються в спільному центрі мультидоменних операцій. Противник сконцентрував дуже велику кількість вантажівок з військовими вантажами, які рухались саме шляхом через Армянськ, які перевозили як пальне, так і боєкомплект. Близько 50 автомобілів накопичилось. Якась частина з них була знищена. В цілому цей центр працює безперервно, проводиться великий обсяг аналізу, обробки цієї інформації, яка надходить від противника. І як тільки ми знаємо, що противник планує нарощувати особовий склад, знаючи маршрути висування, ми наносимо ураження по цим автомобілям, знищуючи велику кількість особового складу ще до того, поки вона доїде до поля бою. Ми наносимо це ураження не рандомно, ми його наносимо концентровано, спираючись на той масив даних, яким ми володіємо.
მოკლედ, მოისმინეთ ალბათ მიხვდებოდით, რომელ ეპიზოდში იყო საუბარი ამ 50-ზე მეტი ავტომობილის განადგურებაზე, ასევე ერთ ეპიზოდში საუბრობდა ერთ-ერთი რუსი, ესეთი ცნობილი სამხედრო პირის განადგურების შესახებ, რომელიც თავის ჯგუფთან ერთად განეიტრალეს, ასე ვთქვათ. და ხო, ნაჩვენები იყო კონკრეტულად კადრებიც, როგორც მოვისმინეთ. ერთ სიტყვით, ლოჯისტიკის ლოკდაუნი გრძელდება და უკრაინის შეერაღებული ძალები ძალიან მნიშვნელოვან დარტყმებს აყენებს მტრის მომარაგების ჯაჭვებს და ეს ყველაფერი ძალიან თვალსაჩინოა, რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის, მათ შორის ეგრეთ წოდებული Z ბლოგერებიც ძალიან ბევრს წუწუნებენ ამ საკითხზე. ერთ-ერთი მათგანი არის ეს Z ბლოგერი რომანოვი, რომლის ვიდეო მასალაც ახლა უნდა გაჩვენოთ. ის გადაადგილდება მარიუპოლი დონეცკის ავტომაგისტრალზე და აი ამ გადაადგილების და ვიდეოს ჩაწერის დროს თავადვე ხვდება გზად დამწვარ ავტომობილებს, სატვირთო ავტომობილებს. ნახოთ ეს მასალა. აი, ნახეთ ხო? ჩაიარა და აქ იწვის ურალი. К Донецку подъезжаем, и картина вот такая. В общем, противник режет трассу, объективная реальность вот такая. Не часто, пока еще можно проскочить, как мы, но, соответственно, режет. К Донецку подъезжаем, и картина вот такая. გავაგრძელოთ ესეც საინტერესო ვიდეო მასალა, რომელიც ახლა უნდა გაჩვენოთ, ასევე ყირიმისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი მძღოლის მიერ არის გადაღებული. უბედურ დღეში არიან ფაქტია. დიდი სტრესის და შიშის ფონზე უწევთ გადაადგილება ამ გზებზე. როდესაც მათ თავზე ასეთი დრონები დაფრინავენ, დრონის გადაფრენა ცხადია არ ნიშნავს, რომ ყველა მანქანას მიზანში ამოიღებენ უკრაინელები. ისინი აკვირდებიან, მიმდინარეობს დაზვერვა, ეს დრონები აღჭურვილი არის კამერებით, ეს ამ დრონებს ინტეგრირებული აქვს ხელოვნური ინტელექტი და არის ხოლმე თავად ამ აპარატების მიერ გადაღებული ვიდეო მასალის დროს ნაჩვენები, როგორ იცვლიან ისინი სამიზნეებს, ანუ წითელი ნიშნულებით ხდება მიზნების ამორჩევა, ასე ვთქვათ, და შემდეგ მიდევნება, ისინი არჩევენ ამ ავტომატური სისტემების და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ვიზუალის გათვალისწინებით ალბათ რა ტიპის მანქანა მოძრაობს, ეს არის სამოქალაქო, ეს არის სამხედრო დანიშნულების, როგორი ნომერი აქვს მათ შორის და ასე შემდეგ. მოკლედ, მთელ ტრასებზე მიდის კონტროლი, მონიტორინგი უკრაინელი დრონის ოპერატორების და ამ ტექნოლოგიების მეშვეობით და არჩევენ სამიზნეებს და შემდეგ უკვე აყენებენ დარტყმებს. შესაბამისად, შედეგით სახეზეა, მთელი გზები არის ასე სავსე განადგურებული სატვირთო ავტომობილებით და საწვამზიდებით. ამის პარალელურად რუსები ცდილობენ, რომ გამოსავალი იპოვონ. მე თქვენ გაჩვენებთ ახლა საინტერესო ვიდეო მასალას, თან კომენტარიც ახლავს, როგორ შენიღბეს ერთ-ერთი საწვამზიდი. Вова, сейчас будет эксклюзивная вещь. Обогнала, вот сейчас стою и показываю тебе. Едет бензовоз. Вот смотри, вон он. Смотри, что они сделали. Вот он, красавчик. Смотри, как они его, бля, замаскировали. Военный бензовоз, блядь, смотри. Вот он. Блядь, клоуны. Вот. Вот наша заправка. Город Керчь. ცოტა უცნაური და გასაკვირი იყო კლოუნი დაუზახა ამ რაღაც მომენტში და ხო, ასეთებსაც ბედავენ, მოკლედ ღია კრიტიკასაც არ იღებიან, აქ დავაპაუზები მომენტზე, რომ კარგად დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე. ხო, მოკლედ შეღებილია, ეს კაცი ამბობს, რომ სამხედრო მანქანაა, საწვამზიდია, გადაღებილია კაბინა, როგორც ხედავთ და ასევე ეს ფიცრებით არის შენიღბული ცისტერნა. ეს არის მთელი ამბავი. მე ვნახე სხვა კადრებიც ასევე, სადაც მთლიანად ეს მანქანები, სატვირთო მანქანები იყო გადაღებილი, იმ შემთხვევაში იყო კამაზი,
სამხედრო კამაზის გარჩევა მოგეხსენებათ ადვილი არის, მაგრამ ამ კამაზსაც იმ შემთხვევაში გადაღებილი ქონდა დაახლოებით იგივე ფერში, რაც ნარინჯისფრად ეს კაბინა და ეს უკანა სატვირთო ნაწილი გადაღებილი იყო ცისფრად. ერთ სიტყვით შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს რაღაც ჩვეულებრივი სადისტრიბუციო ან სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო მანქანა მოძრაობდა. მოკლედ ასეთ მანიპულაციებს, ასეთ ხრიკებს მიმართავენ რუსები, თუმცა დამენთ აღქმებით ალბათ რომ ასეთი ერთეული გაძრომებით ისინი მთლიან პრობლემას ვერ მოაგვარებენ, ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემების ან დრონების საწინააღმდეგო რაღაც ახალის შემუშავების გარეშე მათ მთლიანობაში ამ პრობლემის მოგვარება გაუჭირდებათ და უფრო გაღრმავდება ცხადია ეს კრიზისი, იმიტომ რომ უკრაინელები ტემპს არ აგდებენ. და ამის მნიშვნელობაზე პრინციპში მანამდეც მისაუბრია და ბევრი ფილოსოფია არ ჭირდება, ლოჯისტიკა არის უმნიშვნელოვანესი ომის წარმოებისთვის და თუ მომარაგების ჯაჭვები იქნება ბლოკირებული, ეს აუცილებლად აიხსახება, ალბათ უკვე ახლო მომავალში ფრონტის ხაზზე და ამ ყველაფერს ჩვენ ერთად ვნახავთ. პირველ რიგში ეს ყველაფერი ცხადია გავლენას ახდენს სამოქალაქო ნაწილზე, ყირიმში ძალიან დიდი პრობლემა არის საწვავის კუთხით. და უკვე სხვა მხრივაც მომარაგების ნაწილში თანდათან დეფიციტი აუცილებლად შეიქმნება. ეს სერიოზული თავსატეხი არის მათთვის. პრინციპში მხოლოდ ყირიმს არ ეხება ეს ამბავი ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზეც, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც არის უკვე, ისეთი არა როგორც ყირიმში, მაგრამ პრობლემები საწვავის კუთხით და ასე შემდეგ და ასევე რუსეთის ტერიტორიაზე. ამაზე წინა ვიდეოებში ბევრი ვისაუბრე და შეგიძლიათ თუ ვინმეს გაინტერესებთ გადახედოთ, მანამდე კი მოდით ვნახოთ ეს ახალგაზრდა, რომელიც ამ ამბით ჯერჯერობით ერთობა და რაღაც საბჭოთა დროსთან პარალელებს ავლებს, მაგრამ დამერწმუნეთ რომ ცოტა ხანში აღარ გაეცინებათ ამ ამბავზე, იმიტომ რომ არ ვიცი, ასე თუ გაგრძელდა, მართლა რა ეშველებათ, როგორ უნდა გადაადგილდნენ, წარმოდგენა არ მაქვს. Короче, стоим на заправке. Вот. Сейчас какая тема, короче. Ты не заправишься, пока у тебя не будет вот такого талона. Это формула. Они поставили печать, дали номерок. Вот. Ты без очереди теперь вообще никак не залезешь. Поэтому, ребят, смысла тоже вот это рвать жопу, вставать сюда нету. В общем, не всем достанется, конечно. 150 талонов дали. Я аж 56-й, ё-моё. Ну ничего, хоть так. Короче, стоим на заправке. Вот. Сейчас какая тема, короче. Ты не заправишься, пока у тебя не будет вот такого талона. Это формула. Они поставили печать, дали номерок. Вот. Ты без очереди теперь вообще никак не залезешь. Поэтому, ребят, смысла тоже вот это рвать жопу, вставать сюда нету. В общем, не всем достанется, конечно. 150 талонов дали. Я аж 56-й, ё-моё. Ну ничего, хоть так. Короче, ეს საბჭოთა დროზე პარალელებს ხვავლებ და ეგეც შეგხვდება მე მგონი, მოკლედ. განსაკუთრებული იყო ხო 150 ტალონს გასცემენო, ყველას არ შეხვდება ვინც რიგში დგასო და ამას გაუმართლა რომ 56 იყო თუ რაღაცა ეგეთი და ბედნიერია. აქ კიდევ მაქვს უფრო საინტერესო ესეთი კომენტარები და ამასაც მოგასმენინებთ, იგივე ყირიმში ხდება ამბავი. Озвучу сейчас, видимо, свое не сильно популярное мнение, но я считаю, что это пиздец, товарищи. Полный причем, полнейший. Все знают ситуацию, которая сейчас происходит в Крыму. Она действительно очень печальная и неприятная. Вот у меня просто возникает вопрос, как в такой ситуации, когда у людей случается какая-то беда, проблема, у некоторых проявляется охереть какая предпринимательская жилка. Просто у моста в Темрюке продают бензин, стоят по 300-350 рублей за литр. Мне хочется спросить, вы конченые? Что творите вы вообще? Вы наживаетесь на чужом горе, на чужой беде. Ладно, ты там хотел помочь, там, включил расходы.
Ну это что за дичь вообще? Вот прям фу. Нахера так делать вообще? Неужели в тебе в этот момент проснулся предприниматель охереть? მოკლედ ვიღაცებმა ფული შოვნა გადაწყვიტეს და გადამყიდველები აღმოცენდნენ თურმე ყირიმში როგორც ჩანს და ძალიან ძვირად ყიდიან საწვავს აი კიდევ ერთი ასეთი Перекупы, по-моему, совсем уже охуели. У меня товарищ поехал с семьей в Крым отдыхать. На обратном пути бензина ему в баке не хватило, он застрял. Застрял с семьей, с детьми. Начал выискивать перекупов. Перекупы ему сказали, от 20 литров привезем. Но он согласился, ни о чем не думая. А ему этот черт привез, видя проблему, что он с детьми, что он с семьей, что у него действительно проблема. Продал ему эту канистру за 12 тысяч рублей. 600 рублей за литр. Люди, которые наживаются на чужом горе, это не люди. Это просто конченые животные. Что скажете? Оставляйте свое мнение в комментариях. Რამდენი თქვა? Что он с детьми, что он с семьей, что у него действительно проблема. Продал ему эту канистру за 12 тысяч рублей. 600 рублей за литр. 1 ლიტრი 600-ად, 20 ლიტრი შესაბამისად 12000 რუბლი დაუჯდაო ჩემ მეგობარსო, ვინც ვერ გაიგეთ ეს ამბავი, აღშფოთებულია და ყვება იმას, რომ ესეც სისხლიანად მის ახლობელს მიყიდეს 12000 რუბლად 20 ლიტრი საწვავი, ისარგებლეს მისი მდგომარეობით, რომ ცოლთან ერთად იყო, ბავშვებთან ერთად იყო, უწევდა გადაადგილება და სხვა გამოსავალი არ ქონდა. მოკლედ, პრობლემები მწვავდება და ჯერ სად არის ალბათ თუ ასე გაგრძელდა, კიდევ ერთს მოვისმენთ ახლა. Ну все, уезжаю я из Севастополя. Люблю я Крым, люблю Севастополь, но когда тебе говорят, что ты все свое свободное время скроллить Макс, вернее там блог Развожаева, чтобы поймать QR-код какой-то в 10 вечера, минуточку, когда я уже сплю. В 10 вечера я должна ловить его, там поймайте, не поймайте, кто-то часами ловит. И только после этого я могу заправиться. А зачем нужен Крым вообще, если никуда нельзя поехать, дышать этим воздухом, видеть море? Я не понимаю. Короче, выкинула сейчас 2 огромных мешка вещей. Уезжаю. Надеюсь, что мост не взорвут до моего отъезда. Сухопутная дорога полностью перекрыта. Вот такую гору вещей все равно набрала, несмотря на то, что... В общем, будем загружать машинку и поедем. Мне, конечно, грустно. Но когда мне диктуют, как мне нужно проводить время вечером, вместо того, чтобы там отдохнуть, повеселиться, там кино посмотреть, с ребятишками поболтать, я должна скроллить там крымские паблики, чтобы поймать какой-то QR-код. По-другому заправиться просто невозможно. ხო, მოკლედ ორი ამბავი გამოგვეთა გარდა იმისა, რომ წუწუნებს და აღშფოთებულია, რომ კარგად ვერ ისვენებს და წასვლა უწევს. ერთი რომ გავიგეთ, რომ QR კოდები არის სპეციალური, რომელიც რაღაც კონკრეტულ დროს საღამოს სოციალურ ქსელში ვრცელდება და ის უნდა დაასკანერო და შემდეგ მიიღება ტალონს. ესე ხდება თურმე სევასტოპოლში არის ეს ადამიანი, ვინც იღებდა ამ ვიდეოს და მეორე პრობლემა წამოწია მან, რომ კი მინდა წასვლა, მაგრამ საინტერესოა გავახცევ თუ არა, იმიტომ რომ ხიდები იქნება თუ არა, ისე მთელი როდესაც მე წასვლას შევძლებდა, ნუ საბოლოოდ საწვავის მოპოვება შევძლებო. ხო, პრინციპში ორივე ამბავი ლეგიტიმურია და ნუ სულ უფრო და უფრო ბევრი საუბრობს იმაზე, რომ რაღაცნაირად ხაფანგში არის ეს ხალხი აღმოჩენილი საბოლოო ჯამში. ნუ პრინციპში ჩვენ ვთქვით, რომ აქ დასაწყისში ვახსენე, რომ 6 ხიდი მინიმუმ არის განადგურებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში, თუმცა ჯერჯერობით არ გვინახავს დარტყმები ქერჩის ხიდზე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი არტერიაა, ნუ უმთავრესი ალბათ ყირიმისთვის პრინციპში და ნუ რაღაც მომენტში ლოგიკა არის აქ, რომ თუ რატომ არ ურტყამენ ქერჩის ხიდს. ამ კუთხით თუ დავფიქრდებით, ხო, ხალხი, ვისაც გასვლა უნდა, საიდანღაც უნდა გავიდეს და რაღაცა მართლა რაღაც ჰუმანიტარულ კატასტროფას ვერ მოაწყობ, ხო? რაც არ უნდა სამხედრო ამოცანები იყოს. ამის გათვალისწინებით ახლა უფრო თანდათან გასაგები ხდება ეს ამბავი, რატომ არ არის ქერჩის ხიდი ჯერჯერობით ესე აქტიური სამიზნე.
თუმცა ეს ერთი მხარე არის, მხოლოდ ვნახოთ სამომავლოდ რა იქნება, მაგრამ ეს ლოგიკა პრინციპში დავიჭირე ამ ამბავში. გავაგრძელოთ ახლა შემდეგი ვიდეო, სადაც უკვე დონეცკის რეგიონი ჩანს, ყირიმის გარდა სხვაგანაც პრიორიტეტული სამიზნე არის რუსეთის სამხედრო მომარაგება და ძალიან საინტერესო ვიდეო მასალა ამ შემთხვევაში პირდაპირ მიფრენა ჩანს და მე ხმები თუ ისმის ავტომატებით ცდილობენ ჩამოაგდონ, მაგრამ ვერ გაუკაჩეს. მე აქ არ ვიცი რაღაცა რატო გადაწყვიტა ამ ერთ-ერთმა ჯერ ხო იცინიან და ერთობიან და რაც ინებთ ერთია. მე ერთ-ერთი მიდის და მიწას აყრის იქ უნდა რომ ჩააქროს თუ რას ცდილობს ძალიან ესეთი უცნაური გადაწყვეტილება ქონდა და საბოლოოდ მიატოვა. მოკლედ მე გზის იქით გადადის. რატო გონია რომ ეხა ამ ორი მუჭა მიწით ამ ხანძარს ჩააქრობს არ ვიცი. ესეთი ჭკვიანები არიან მოკლედ ზოგიერთები აქ. ხო, ეს ამბავი ნახეთ და დიდი ხანი აღარ გავჩერდეთ ამაზე. შემდეგში კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო გვაქვს. სანახავი და ბევრი ამბავი მოსაყოლი. ხო, აქვე პატარა ჭრას გავაკეთებ, ბარემ ვისაც არ გაქვთ გამოწერილი არხი და მოგწონთ ჩემი კონტენტი გამოიწერეთ, შემოვერთდით აუდიტორიას და ალაიქეთ ვიდეო იმისთვის რომ ბევრმა ნახოს და თუ უფრო მეტის გაკეთება გსურთ ჩემი არხის განვითარებისთვის შეერთეთ დონაციაში, ფინანსურად დამიჭირეთ მხარი, შესაბამისი ინფორმაცია არის ვიდეოს აღწერაში და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს საქმე გავაგრძელო. დიდი მადლობა ყველას ვინც არის ჩართული დონაციაში. ამ შემთხვევაში ეს არის უკვე მე ვახსენე რომ სხვაგანაც უჭირთ თქო საწვავი, ეს არის კრასნოდარის ოლქი და აქაც არაერთი ვიდეო ვრცელდება რომ ძალიან დიდი რიგები არის ბენზინგასამართ სადგურებთან. ერთ-ერთი აქ არის ეს საშინელ მუსიკას უსმენს. კიდე ცალკე საკითხია საშინელ მუსიკას უსმენენ ტიპები რასაც ვუყურებ ხოლმე ამ ვიდეოებს მათ მიერ გავრცელებულს კატასტროფა. გემოვნებაზე არ დავობენო, მაგრამ რუსების გემოვნება მუსიკალური მათ შორის ეს პატარა გადახვევა გამომივიდა, მაგრამ ვინც გემოვნებიან მუსიკას აფასებს, მიხვდება რასაც გულისხმობ. ხო, მოკლედ ასეთი ამბავი არის აქაც. ეხლა შემდეგი ვიდეო ლოჯისტიკაზე დარტყმებს ეხება უფრო კონკრეტულად, სამხედრო კოლონა გადაადგილდებოდა ამ შემთხვევაშიც. როგორც ჩანს, ეს არის ხო, მელიტოპოლ-მარიუპოლის გზა. Отпиши старшине. გადაყირავებული ჯავშა მანქანა ჩანს. აქ მეორე კიდე ურალი, მოკლედ 3 მანქანა მინიმუმ. მე-4 აგერ ბუხანკაც მოყოლილა ამ მძიმე დარტყმის ქვეშ. ასეთი ძალიან ბევრი პრინციპში, ხო. აქაც კიდევ ერთი საინტერესო ადგილობრივი კორესპონდენტი. Бля, народ, это пиздец. Расскажите, блядь. ბოდიში ცენზურობისთვის, მაგრამ რა ვქნათ, ასეთები არიან. მე ვერ გამოვასწორებ, უბრალოდ რეალობის სახსაქმელად ჯობია რომ თავიდან ბოლომდე ვნახოთ ხოლმე და არ დავაპაუზო ან რაღაცა ტუები არ დავადო. Народ, это пиздец. Расскажите, блядь, лайфхаки. Я в ахуе. Ну, хуй с ним, мы в Новороссийске без воды жить научились, блядь, без света жить научились, без интернета жить научились, блядь. Блядь, без всего, нахуй, под все подстраиваемся, но, блядь, без бензина, нахуй, как, блядь, жить вообще? Ни на одной заправке нет бензина, блядь. Что делать, блядь?
Какие есть лайфхаки, блядь, чтобы без бензина жить? Какое надо скачать приложение, блядь? Как наебать систему? Я уже в ахуе, если честно. Я 7 заправок объехал в городе, нет ни одной с бензином. ესეკებია ხო ანუ ყველაფერს შევეჩვიეთ რაღაც ინტერნეტობას წყლის გარეშეც გავქაჩებთ ყველაფრის გარეშე მაგრამ აი ბენზინის გარეშე რა უნდა ვქნათ წარმოდგენა არ გვაქვსო აქ ჩვენ გვაქვს ესეთი ნუ მარტო ესე ტელეფონით გადაღებული ვიდეოებით და დაპოსტებით არ შემოიფარგლება ეს პრობლემა და ეს თემა ამ შემთხვევაში აქ გვაქვს ერთ-ერთი პოდკასტი სადაც ერთ-ერთი რუსი პროპაგანდისტი არსებულ სიტუაციას ყირიმში ადარებს ხაფანგს და ამბობს რომ ძალიან ცუდად მიდის საქმე. Сезон в Крыму. Надо, чтобы потом не бегать, не хвататься за голову, не выпрашивать переговоры, не подтягивать каких-то мразей. ხო, კითხვა შეეხება, ხომ არ უნდა საერთოდ გავუქმდეს ეს საზაფხულო სეზონი ყირიმში, რა დაახლოებით ეგეთი კონტექსტი არის. Для отменять курортный сезон в Крыму. Надо, чтобы потом не бегать, не хвататься за голову, не выпрашивать переговоры, не подтягивать каких-то мразей из международных гуманитарных организаций, чтобы спасти людей, которые там застряли в зоне боевых действий. Оказаться в Крыму – это оказаться в ловушке этим летом. ხო, ну, ეთანხმება მოკლედ, ამბობს რომ სეზონი არის გასაუქმებელი, იმიტომ რომ ეს ხალხი იქ არ აღმოჩნდეს მახეში და საბოლოოდ არ მოუწიოთ თხოვნა სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად, ჰუმანიტარული საერთაშორისო მისიების ჩართვა ამ ხალხის დასახმარებლად და ასე და ასე შემდეგ. თუმცა, ну, ეს ჯერჯერობით ის ქვედარგოლში მიმდინარე დისკუსიები არის. პუტინს გაუჭირდება ალბათ იმის აღიარება და რეალობის მიღება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რაც ეხება ყირიმში მთლიანად რაღაც საზაფხულო სეზონის დახურულად გამოცხადებას. მოკლედ, ესა ძალიან საინტერესო ვიდეო, თავის ძალიან საინტერესო კომენტარით, რომელსაც ალბათ ამ ვიდეოს headline-ად აუცილებლად გავიტან ვიზუალურად, აბა მოусმინოთ. Все, пизда, сгорели мы нахуй. Ёбаный рот нахуй. А как это въебало? А это в воздухе что-то въебало нахуй. Давай, полный бак бензин, сейчас она ебется. ძალიან საინტერესო დიალოგი არა. იქით ბუხანკა იწვის, აქეთ ესენი თავის მდგომარეობაზე იცინიან პრინციპში. А это в воздухе что-то въебало нахуй. Давай, полный бак бензин, сейчас она ебется. ჩემი აზრით ძალიან კარგად აღწერს ეს ვიდეო მთლიანად რუსული არმიის და მათი ლოჯისტიკის და მთლიანად მათი ახლანდელი მდგომარეობის რეალობას. საინტერესო იყო და ძალიან გავერთე მაგ ვიდეოზე რომ არ დაგიმალოთ. ერთ სიტყვით დარტყმები მრავალფეროვანია, სხვადასხვა სიღრმეში, შორს, საშუალო დისტანციაზე, ახლო მანძილზე, სამიზნე გასაგებია, ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებით შორი მოქმედების დარტყმების დროს სამიზნე არის მოწინააღმდეგის სამხედრო ობიექტები, ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები, კომერციული დანიშნულების თუ სამხედრო ინდუსტრიის ობიექტები. და ამ ყველაფრისთვის საჭირო არის გზის გაკვლევა. ამიტომ უკრაინელები ხშირად ანადგურებენ, თითქმის ყოველდღიურად გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ ანადგურებენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს რუსების. ამჯერადაც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გვაქვს ამ კადრებში ნაჩვენები, საჰაერო თავდაცვის სისტემა თორის განადგურება ჩანს. ნახოთ ეს მასალა. ხო, ну, ტექნიკის გარდა აქ აღიქმება რომ ცოცხალი ძალაც განადგურდა. ეს ჯარისკაცები ალბათ ეკიპაჟი თავს იყრის ერთ ადგილას, ну, საჰაერო თავდაცვის სისტემასთან და სწორედ ამ მომენტში ხდება აფეთქება როგორც ნახეთ. გავაგრძელოთ, ესაც მორიგი კოლაჟი, ამ შემთხვევაში ოკუპირებული ლუჰანსკის ტერიტორია და აზოვის მესამე კორპუსის ნამუშევარი. ეს მუსიკა უნდა გავთიშო. დავიდა.
მოკლედ სატვირთოები ყველგან, რომელიც ნადგურდება უწყვეტად ძალიან ბევრგან ეს იგივე ვიდეოა გადავახდეთ. კი ბატონო, 5 წუთიანი ვიდეოა შემდეგი. 5 წუთიანი ამ ვიდეოს სრულად არ გაჩვენებთ. ვეცდები რომ რაღაც გადახვევებით ეპიზოდურად გაჩვენოთ. აქაც არის მოკლედ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების დაახლოებით ერთკვირიანი ესეთი კოლაჟი. ან უფრო ნაკლები შესაძლოა. თარიღები იქნება ნაჩვენები, სადაც ყველაზე ესეთი გამორჩეული ოპერაციების დროს განადგურებული ინფრასტრუქტურა თუ სამხედრო ტექნიკა არის ნაჩვენები, როგორც საპორტე ინფრასტრუქტურა, ასევე ხომალდები, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ძალიან ხშირად არის დარტყმების სამიზნე, საჰაერო თავდაცვის სისტემები ცხადია, 10 რიცხვიდან იწყება, პრინციპში ბოლო 3 დღის მასალა გამოდის ეს. 10 ივნისიდან იწყება ჩამონათვალი, როგორც ხედავთ. ხო, მოძრავ მდგომარეობაში, უძრავ მდგომარეობაში არ აქვს მნიშვნელობა. ყველანაირად ახერხებენ უკრაინელები, რომ სამიზნეს მიწვდნენ და მნიშვნელოვანი დარტყმების ზიანი მიაყენონ მათ. ძალიან აშკარაა მათი უპირატესობა უშუალოდ უპილოტო სისტემების ნაწილში. ეს ცალსახად ჩანს და ამას თავად რუსებიც, პრინციპში უკვე ღიად აღიარებენ. თავარი არის, რას შედეგს მოიტანს ეს ფრონტის ხაზზე. ეს მაინტერესებს მე ყველაზე ძალიან, ამას ვამბობ ხოლმე ყველა ჯერზე და პრინციპში უმაღლეს დონეზე ითქვა, ზელენსკიმ გააკეთა ამაზე მინიშნებები, რომ მომდევნო 2 თვე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მთლიანად ეს ზაფხული ბევრ ამას შეცვლის სწორედ აი ამ პროცესის ფონზე, რომელსაც ახლა მე და თქვენ ერთად უყურებთ და ვადევნებთ თვალს, ამიტომაც არ მეზარება ამის კეთება, ამიტომაც ყველა ჯერზე გაგიზიარებთ საინტერესო ვიდეო მასალებს და მართლაც ისტორიული პროცესის მომსწრე ვართ. შესაძლოა რომ სწორედ ახლა ვართ ამ ომის ერთ გარდამტეხ ყველაზე გარდამტეხ და მნიშვნელოვან ფაზაში. ამ შემთხვევაში რუსული S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ძვირადღირებული S-400-ის სისტემის განადგურების კადრი გვაქვს. ბელგოროდის რეგიონში ამ შემთხვევაში უკვე რუსეთის ტერიტორიაზე ხდება ეს ამბავი. შემდეგი ვიდეო მასალა. მოდი ამას ჩაუწიოთ და ვნახოთ აქ რა ხდება. ხო, აქაც მესამე კორპუსის ნამუშევარი და ტრიშეიარაღება, რომელიც იწვის ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებზე. ეს უკვე რაღაცა, ამ კადრებით თუ იმშელებთ, უშუალოდ შეხების ხაზთან ახლოს ხდება. ეს არ არის რაღაც საშუალო დისტანციის დარტყმები, ეს არის ფრონტის ხაზის სიახლოვეს მიტანილი იერიშები. პრინციპში ეს ეგრეთ წოდებული სიკვდილის ზონაც ფართოვდება, თუ აქამდე იყო საშუალოდ 50 კილომეტრი. ამ შემთხვევაში ვხედავთ ხოლმე, რომ თუნდაც FPV გამიკაძე დრონებით 100 კილომეტრის სიღრმეშიც კი ხორციელდება დარტყმები. დაფიქსირდა, ამაზე წინაზე წყვებოდი 103 კილომეტრის მანძილზე განხორციელებული წარმატებული მიფრენა FPV გამიკაძე დრონით და ტრის ერთ-ერთი ობიექტის განადგურება. ეს ხდებოდა დაახლოებით 1 კვირის წინ. კარგი, გავაგრძელოთ, აქ რა გვაქვს? ეს არის ხარკოვის ოლქი, კუბიანსკი, რომელიც გაათავისუფლეს რუსებისგან. უკრაინელებმა უკვე, როგორც ვიცით, და ეს წელი სწორედ ამ ამბით დაიწყო, ასე ვთქვათ. უბრალოდ 2025 წელი მაგამბით დასრულდა, რომ კუბიანსკთან ზელენსკიმ ის ცნობილი სელფი ვიდეო ჩაწერა. და მოკლედ სიმბოლური ამბავია ადგილობრივი სატელევიზიო ანძა, სადაც თავის დროზე რუსებმა აღმართეს ეს რუსული დროშა და აქ უკვე უკრაინელებმა FPV დრონის გამოყენებით აი ესე გაანადგურეს რუსეთის დროშა, რომელიც ფრიალებდა კუბიანსკის სატელევიზიო ანძის თავზე. კიდევ ერთხელ, აი ეს დროშა, რომელიც ფრიალებდა და აღარ ფრიალებს. ეს სიმბოლოებსაც ხო განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
კარგით, გავაგრძელოთ. ესაც არაჩვეულებრივი კადრია პრინციპში, როგორ იწვის რუსული სამხედრო ტექნიკა. ესე -1 ჯავშან მანქანა რუსეთის არმიის რიგებში. მშვენიერი, გავაგრძელოთ. ხო, ეს უკვე შორი მოქმედების დარტყმა არის. შორი მოქმედების რომ ამბობ ხოლმე, მე მგონი თლად გამართული ქართული არ არის. შორ დისტანციაზე მოქმედი დრონებით მიტანილი იერიში. აი ეს უფრო გამართული არის. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ნიჟნეკამსკი და ტოგლიატი. ასეთი დასახლებები ორი სხვადასხვა ობიექტი, რომელიც უკრაინული დრონებით ბარაქიანად დაიბომბა, როგორც ხედავთ და შესაბამის ეფექტს ხედავთ. თუ არ ვცდები, ერთ შემთხვევაში ნავთობ ობიექტზე იყო საუბარი, მეორე შემთხვევაში ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც აწარმოებს ნივთიერებებს თავის მხრივ, რომელიც გამოიყენება საწვავის ოქტანობის გასაზრდელად. დაახლოებით რაღაც ეგეთი ინფორმაცია წავიკითხე. შემდეგ დავინტერესდი, სად არის ეს კონკრეტული ადგილები და ნახე რუკაზე, რომ თურმე კი არა ყაზანის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრიდან საკმაოდ დიდი მანძილის მოშორებით არის ნახსენები პუნქტები. სადღაც აი აქ, მოკლედ, ყაზანის ტერიტორიაზე აღმოვაჩინე, როდესაც დავსერჩე. აი, უშუალოდ მიფრენის კადრები არის მაგალითად ეს ნიშნეკამსკის ტერიტორიაზე. თათარსტანის რესპუბლიკა. ნუ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ავტომატის გასროლებს ვისმენთ, გასროლის ხმას ვისმენთ, რაც ცხადია, რომ ამ დრონებს ვერ შეუშლიდა დიდად ხელს, რომ მიეღწიათ მიზნამდე. აქ ჩანს ერთ ადგილას უკვე დიდი ხანძარია და მეორე დრონი დამატებით მიფრინავს. დარტყმების სერია არის ამ ობიექტზე, საწვამზიდებიც დგას აქ გარშემო, აშკარაა, რომ ეს არის ნავთობ ობიექტი. აი ის დრონი, რომელიც მიფრინდა ახლა აფეთქდა და კიდე ერთი მოდის, ამას ამბობს ხმა ისმოდა. Он со всех сторон хуярит. Съёбываем, короче, с завода. სწორი გადაწყვეტილება იყო, მიხვდნენ, რომ თავადაც შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩენილიყვნენ და გაერიდა სასწრაფოდ ეს მძღოლი თავის მანქანიანად. შორი ხედით კი ჩანს, რომ ხელა კომპლექსი არის, ერთ-ერთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, როგორც ჩანს, ყველა მხარეს რაღაცა ხედავთ, რომ მთელი სისტემები არის ამ ხელასაწარმოა და ყველა მიმართულებით რაღაც იწვის პრინციპში. ნახოთ, საინტერესოა, რა შედეგები მოყვება ამ კონკრეტულ დარტყმას. 12 ივნისი გუშინდელია, ხო, იგივე მიმართულებას ეხება პრინციპში, აქ უკვე ესეთი დადასტურებული და დეტალური ინფორმაცია გვაქვს აღწერილი. 414 ბატალიონი მადიარის ჩიტები, ასეთი დასახელებით ცნობილი დანაყოფი, რომელიც აქ ინფორმაციას გვიზიარებს და გვაჩვენებს თან გრაფიკულ გამოსახულებას დრონების მასალასთან ერთად. ნახოთ, მანძილებიც იქნება მითითებული და განლაგებაც. აქ ერთ შემთხვევაში აფიფსკია ნახსენები. აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მორიგჯერზე გახდა სამიზნე. ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დაიწყო აფიფსკიზე დარტყმების მიტანა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და ამ ხნის განმავლობაში მრავალჯერ ეს ობიექტი დაიბომბა. ამჯერად იყო კიდევ ერთი, როგორც ჩანს. კი ბატონო,
და ისიც მე ვახსენე 414 ბატალიონი, ეგრეთ წოდებული მადიარის ჩიტები, რომლის ვიდეოსაც ახლა უყურებდით. მადიარის ჩიტებს კი იმიტომ ეძახიან, რომ ამ დანაყოფის მეთაური არის ლეგენდარული რობერტ მადიარი, რომელიც ამჟამად უკვე არა კონკრეტული ერთი დანაყოფის, არამედ მთლიანად უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური არის და ძალიან საინტერესო შემაჯამებელი ვიდეო მასალა აქვს მას გავრცელებული გუშინ, სადაც საუბრობს მასშტაბებზე და სტატისტიკაზე. მაგალითად, გასული 1 წლის განმავლობაში 2025 წლის ივნისიდან 26 წლის მაისის ჩათვლით, როგორც მადიარი ამბობს, მათ მოწინააღმდეგის 302,000-ზე მეტი სამხედროს განეიტრალება მოახერხეს. მხოლოდ უპილოტო სისტემების ძალებმა მოახერხა 302,000 რუსი ჯარისკაცის განეიტრალება, ანუ მათ შორის არიან ლიკვიდირებული, მათ შორის არიან ასევე დაშავებულები და ბრძოლას გამოთიშულები და ამბობს ასევე მადიარი, რომ მილიონზე მეტი სამიზნე იყო მთლიანობაში ამ 1 წლის განმავლობაში განადგურებული. აქ იგულისხმება ცოცხალი ძალის გარდა ცხადია სამხედრო ტექნიკაც და ობიექტები, მოკლედ შთამბეჭდავი სტატისტიკა და ძალიან საინტერესო შედარებებს აკეთებს ვიზუალიზაციისთვის. მაგალითად, როდესაც ისაუბრობს სამხედრო ძალების დანაკარგზე მოწინააღმდეგის, ამბობს, რომ აი 302,000 სამხედრო გულისხმობს, რომ მაგალითად ამ ხელა ცოცხალ ძალას შეეძლო, რომ წითელი მოედანი, აი როგორც არის ხოლმე აღლუმის დროს გადაჭედილი, ყოველ შემთხვევაში წინა წლებში ასე იყო ხოლმე, 75 ჯერ გაავსებდა ეს რაოდენობა წითელ მოედანს. ანუ აქმისთვის ეს ძალიან საინტერესო მიგნება არის ამ ფორმით ამბის თხრობა და ამბის თხრობის ნაწილშიც დავაფასე მადიარი გარდა იმისა, რასაც აკეთებს ის თავის მთავარ საქმეში. Გადასარევად მოყვა საინტერესო шедарება იყო. Думайтеся, лише за рік з червня 25 по травень 26 дронами Сил оборони України сукупно знищено та уражено 302 тисячі одиниць живої сили противника безповоротними та санітарними втратами та понад 1,2 мільйона ворожих цілей. Такі цифри не відразу усвідомлюються, слід у щось умовне перераховувати. Ну то прошу пана, тематичне. Міськість військового параду на Червоній площі одномоментно становить 4 тисячі хробаків у понад 30 парадних коробках. 300 тисяч тушок за рік – це 75 до ряду червоних площ, вщент забитих пошматованими окупантами. Це 4 повних стадіони Лужники, повний склад хробачої Росгвардії або потяг довжиною від Москви до Рязані. Це неосяжна купа знищених ординців, ті б точно до Карпат не зупинились. У день сил без 102 тисячі хробаків сьогодні на ранок у підрахунці і 360 тисяч ворожих цілей. 1,7 мільйонів бойових вильотів за рік. 300 плюс подзьобаних хробаків щодоби. Це кожний третій окупант, знищений на цій війні. მადლობა გადაუხადა ბოლოს უკვე ხალხს, საქმე მხოლოდ დრონებში არ არის, საქმე არის ხალხში, ვინც ამ საქმეს აკეთებს, ოპერატორებში, სამხედროებში. მანამდე მადიარმა გაგვაცნო სტატისტიკა, მიმართა ასევე პუტინს, უთხრა რომ უკრაინული ჩიტები იფრენენ ყველგან მთელ რუსეთის ტერიტორიაზე და შედეგები შთამბეჭდავი არის, ამაზე აღარ გამეორდები. აქ ერთი მასტერკლასი ვნახოთ ახლა უკრაინული დრონის ოპერატორების შესრულებით, როგორ ანადგურებენ ისინი ანგარში მდგარ სამხედრო ტექნიკას. ძალიან საინტერესო კადრები არის ამ ვიდეოში ნაჩვენები. ესეთია შეფრენის მომენტი. და შემდეგ საინტერესო არის როგორ ეძებს პირველი ჯერ სამიზნეებს, ჯერ გარედანვე დაათვალიერა სად დგას, როგორ მანევრირებენ ისინი, ეს არის მთელი ამბავი და თუნდაც შენიღბულ სამიზნეებს ეძებენ. აი, ერთი დააფიქსირა, ორი დააფიქსირა და წავიდა. მერე საინტერესო არის ასევე როგორ მუშაობენ სამიზნესთან მიახლოების შემდეგ, როგორც ცდილობენ რომ ისეთ ადგილას მოახვედრონ დრონი, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი გამოიწვიონ, იმისთვის რომ ან აფეთქდეს, ან ვეღარ შეძლოს გადაადგილება
და 100%-ით ეფექტური გამოვიდეს ეს კონკრეტული დარტყმა. მე დააკვირდით, როგორ მუშაობენ. ჯერ რა გამოსახულება აქვთ. ყველაფერი მაღალი ხარისხით გარჩევადი, კადრი მისდით. ენახეთ შეძრა ქვეშ, რომ მაქსიმალურად მიაყენებინა ზიანი. აქ უკვე სხვა დრონი მუშაობს, მანამდე ერთი უკვე აფეთქებული არის, ეს მეორე სამიზნესთან მიფრინდა და ცდილობს ისეთი ადგილი მოძებნოს, სადაც ყველაზე დაუცველია აი ამ დრონ საწინააღმდეგო რაღაცა ბადეებისგან და ასე შემდეგ. და შეძრა მაინც დაინახეთ, ხო? ხო, მოკლედ მასტერ კლასი თულად არ მიხსენებიან, ნამდვილად არ არის გადაჭარბებული იქ ნათქვამი. 1, 2, ეხა მესამე შეფრინდა და ესაც მშვენივრად გაართმევს თავის საქმეს თავს. ნუ მთლიანობაში ალბათ საბოლოოდ ხო, ამ სანგარში რაც კი იდგა ყველაფერი გაანადგურეს, მათ შორის ეს კვადროციკლიც კი გარდა იმ ჯავშან ტრანსპორტიორებისა თუ ტანკებისა, რაც უკვე ნახეთ. წავიწიოთ წინ 53 სამხედრო მოსამსახურე მხოლოდ ერთ დღეში, მხოლოდ ერთი დანაყოფის მხრიდან, აქ არის ესეთი კოლაჟი. ნუ კადრები ბრუტალურია და ამიტომ მთლიანად არ გაჩვენებთ ამ ვიდეოს, რამდენიმე მათგანი ვნახოთ და ნუ თან ერთობიან ამ ყველაფერზე საბოლოო ჯამში ესე გამოდის სახეებს ასტოპ კადრებენ ხოლმე და გვაჩვენებენ ბოლო გამომეტყველებებს, ვიდრე მტერს გაანადგურებენ, აი ასეთია ეს მაგალითად. და ყველა ჯერზე აი ამ თელ მაშინ რა ქვია კოლაჟში ესეთი მომენტები განსაკუთრებით არის. ეს ვიღაცა არა რუსია. ეს ვიღაც დაქირავებული მებრძოლია, რომელმაც სამწუხაროდ მისდა სამწუხაროდ ძალიან ცუდად დაასრულა. ესეთი სევდიანი ამბავი გადახდა მას. წავიდა კონტრაქტით რუსეთის არმიაში და აღმოჩნდა, რომ არ გამომართლა. ვაუ, ესეც საინტერესო რეაქცია არის. მოდი ეს ვნახოთ. მიფრინდა დრონი აშკარად დაინახა. იშვიათი სიმამაცით შეხვდა პრინციპში საკუთარ აღსასრულს ეს ჯარისკაცი. ვერაფერს სიტყვი 7 და გაწონასწორებული იყო ბოლო წამამდე. კარგი, ხო, მოკლედ აქ ბოლოში რაღაცა ხალხმრავალი დარტყმა არის ერთი დრონისთვის. და რეაქციები. ხო, როგორც ჩანს, ასაკოვან ხალხსაც აქტიურად ეკაჩებიან უკრაინაში სახორცე შტურმებში მონაწილეობისთვის კონტრაქტის გასაფორმებლად. მოკლედ, უკრაინელ დრონის ოპერატორებს ძალიან ბევრი საქმე აქვთ და არც იუმორი აკლიათ ამ ომის განმავლობაში ესეთი სარკაზმით გაჯერებული და იუმორით გაჯერებული კადრების კოლაჟი ძალიან კარგი საყურებელი იქნებოდა. ერთ-ერთი ალბათ აუცილებლად აღმოჩნდებოდა ეს ძალიან კრეატიული იდეა. დრონი, რომელიც შესვენებაზეა, ესე ჩამომჯდარი ფორმით და თითქოს სიგარეტს ეწევა. მოდი ვიტყვი რა ჟარგონზე მოუხდება ამ ამბავს. მე კი ვცდილობ ხოლმე რომ მაინც გამართულად ქართულად ვისაუბრო, მაგრამ ამას ქვია პერეკური რა. ასე უფრო უხდება. იყოს პერეკური. მოკლედ. მადლობა იდეის ავტორს, რომ გაგვახალისა დრონის შესვენებაც ვნახეთ და გავაგრძელოთ. ბოლო ამბობს მივადექი, რომლითაც დავიწყე, ეს არის პოლიტიკური ამბავი, პუტინის განცხადებები და მთავარი ჰედლაინები, რაც იყო პუტინის აი ამ გამოსვლაში. დასაწყისში ვახსენე, მან დაადანაშაულა ნატო ომის დაწყებაში, თითქოს თავად არ შეიჭრა რუსეთში. თქვა, რომ ყველა მის წინააღმდეგ არის და მთელი კოლექტიური დასავლეთი ეომება რუსეთს, ესეც ახალი არ არის პრინციპში. დაემუქრა, რომ ნუ იომებთო ჩვენთანო, არც კი იფიქროთ რუსეთთან ომზეო, ასე დაემუქრა, მაგრამ იქვე შეარბილა ტონი და თქვა, რომ მოდით ვილაპარაკოთ
მოდით ვიცხოვროთ მეგობრულად, ესეთი სიტყვები თქვა პუტინმა, ამას მოგასმენინებთ თუ არ ვცდები ამავე ნაწილში არის ან შემდეგ იქნება. კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არის, რომ პუტინი შეეხო კომუნიკაციების საკითხს და ასეთი დაპირება გასცა, რომ Starlink-ზე უკეთეს სისტემას ვქმნითო, ჩვენ ამაზე ვმუშაობთო და მალე იქნება, კაცმა არ იცის როგორ Starlink-ზე უკეთესი იქნება ეს ერთი და კაცმა არ იცის მეორე რამდენად მალე იქნება. მოკლედ პუტინი გულუხვი არის აი ამ ცრუ დაპირებებში, ფაქტია. ხო, ასევე დაპირდა ხალხს, რომ აუცილებლად ამ დრონების პრობლემას მოვაგვარებო, რომელიც ახლა მწვავედ უდგას საშუალო დისტანციაზე და შორ დისტანციაზე, დარტყმებს გულისხმობ და ლოჯისტიკის პრობლემებს. ჩვენ AI ინტეგრირებულ დრონებზე ბევრს მუშაობთო და ვავითარებთ ამ მიმართულებასო, ან ტექნოლოგიური გარღვევებიც გვექნებაო, ასეთი რამე თქვა. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ის აღიარება ერთგვარი, რომ რაც თავში ვახსენე პრინციპში მან თქვა, რომ ისეთი ტემპით ვერ მიდის რუსეთი შეერაღებული ძალები წინ, როგორც გეგმაშია, მაგრამ მაინც ყველაფერი რიგზეაო და ამშვიდა ის აუდიტორია, რომელიც მას უსმენდა რუსეთის შიგნით და ასევე დაამშვიდა ის ოფიცრები, რომლებიც გვერდს უმშვენებდნენ აი ამ მთელი საუბრის დროს. ნახოთ ერთ-ერთი ფრაგმენტი. И только один может дать совет нашим недругам. Не воюйте с Россией. Никогда не пытайтесь этого делать. И давайте жить дружно, так, и решать все вопросы с помощью переговоров. Но это должны быть переговоры, а не ультиматумы в наш адрес, которые они пытались до сих пор нам ставить. Теперь уже нет, теперь уже вроде как говорят, давайте переговоры вести. Да, мы согласны вести переговоры, но только с учетом наших национальных интересов. Причем не просто сегодняшнего дня, а перспективных, рассчитанных на историческую перспективу. Но решаете за этого. Здесь сомнений не может. ხო, ძალიან საინტერესოა ამ ყველაფერს დაკვირვება. ერთის მხრივ პუტინი აშკარაა, რომ ომის გაჩერებას არ აპირებს, თუმცა აი ამ ჩიხურ მდგომარეობაში თან ახსენებს მოლაპარაკებებს, ხო? მოდი თან ამბობს, რომ მოდი მოვილაპარაკოთ, მაგრამ იქვე პირობები შემოაქვს, რომ ისე კი არა თქვენ რომ გინდათ და ულტიმატუმებით, როგორც თავად ამბობს, თითქოს რაღაცა ულტიმატუმებს პირიქით არ აყენებდეს და იქით სხვებს გქონდეთ მასთან ულტიმატუმები გარდა იმისა, რომ ცეცხლის შეწყვიტოს და დაამთავროს ეს ომი, უკრაინამ მისგან არაფერს არ ითხოვს, შეწყვიტეთ ცეცხლი და ვილაპარაკოთ შემდეგ დანარჩენს. იქ სადაც ვართ, ულტიმატუმი პირიქით აქვს რუსეთს, გაიყვანონ დონეცკიდან ჯარები უკრაინელებმა და ასე და უკრაინის ჯარების გაყვანა დონეცკიდან ეს პირველი და ყველაზე დაბალი მოთხოვნა არის და შემდეგ უკვე ჩამონათვალი გრძელია, ბევრია და ამაზე აღარ ვისაუბრებ, მილიონჯერ გვაქვს ნახსენები, ერთ სიტყვით რეალობის მოდელირება. ხო, ეს ის ფრაგმენტია, სადაც ამბობს პუტინი, რომ ნატომ დაიწყო ომი და არა თვითონ. Россия практически одна противостоит всему так называемому, если можно сказать, коллективному Западу в виде известной организации Североатлантического блока, которая называется по-другому НАТО. Ведь все страны НАТО, все без исключения, все абсолютно наращивают усилия, делают все возможное для того, чтобы организовать вот эти действия враждебные России, довести, как они думают, до их победного конца, войну, развязанную в отношении России. Это именно они развязали войну. Вы знаете, это я все время об этом говорю. Хочу еще раз сказать. Не мы начали боевые действия с началом специальной военной операции. Нет. Это они совершили госпереворот на Украине, потом это вынудило нас начать взять под защиту жителей Крыма, потом развязали войну. Войну же развязали. С помощью авиации наносили удары по Донецку. Это же война. Подтащили артиллерию, систему залпового огня. Начали боевые действия на юго-востоке Украины. Мы уговаривали их 8 лет. Вы понимаете? И просто так решили, проснулись. Вот. იცით რა, როცა ამ ვიდეოს უყურებდი, მე მაგალითად
პუტინის საუბარზე მეტად ვაკვირდებოდი ამ ხალხის სახეებს, აი ვინც ამას უყურებს და უსმენს იქ ადგილზე. აი ამ ჯარისკაცების სახეებს. უბრალოდ ჩემ შთაბეჭდილებას გიზიარებთ რა. ანუ უბრალოდ დააკვირდით, როგორ ცდილობენ სახის გასწორებას იმ ბოდვაზე, რასაც ისმენენ პუტინისგან. ამ სამხედროებმა ხო იციან რეალურად რა ხდება ფრონტის ხაზზე. აი ამის სახეც დააკვირდით. ამ სამხედროებმა ხო იციან ომი ვინ დაიწყო, რომელშიც თავად მონაწილეობენ და როგორც ჩანს იმდენად მაღალ რანგში არიან, რომ პუტინს გვერდს უმშვენებენ, ხო? ამ შემთხვევაში რუსეთის დღის აღნიშვნის დროს. და უსმენენ ამ ბოდვას. და შეხედეთ როგორ უყურებს, დააკვირდით მის სახეს. ან ამას შეხედეთ როგორ ისმენს. ხო, მოკლედ. თვითონაც არ ჭირათ, რა თქმა უნდა, რასაც ლაპარაკობს. ალბათ ბევრს ჯერა ჯერ კიდევ რუსეთში პუტინის პროპაგანდის მსხვერპლი ალბათ ბევრია, მაგრამ ვიღაცები თანდათან უფრო იაზრებენ რეალობას. მით უმეტეს იაზრებენ ალბათ იმ ფონზე, რომ მათ გარშემო მოხშირდა დრონების უზუნი, აფეთქებების ხმა, ხედები ფანჯრიდან, რაც არაერთი გვინახავს და ასეთი კიდევ ალბათ უფრო მეტი და მეტი იქნება და ეს არის სწორედ უკრაინელების მიზანი, რომ როგორც თავად ამბობენ, ომი დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა. და ეს პროცესი სწორედ ახლა ხდება და ამას ვადევნებთ თვალს. პუტინი კი ასე ჯიუტად ცდილობს იმის დემონსტრირებას და პრინციპში ძალიან კომიკურად გამოიყურება უკვე ეს ყველაფერი, არეპუება რეალობას და აჩვენებს, რომ თითქოს ყველაფერი რიგზეა და საზეიმოდ აქვს საქმე. ურა, ესე. ნახეთ როგორ ტაშის მკვლელები კი ყავს გვერდით. ძალიან ბევრი. საინტერესოა რეალურად ეს ხალხი რას ფიქრობს, როდის აპირებენ ნავებიდან გადახტომას. ბევრი საინტერესო რამ ალბათ წინ გველოდება. დღევანდელ ვიდეოს დავასრულებ აი ამ ასევე ესეთი ეგზოტიკური კადრებით, რადგან რუსეთის დღეზე ბევრი ვისაუბრე. რუსეთის დღის აღსანიშნავად ჩეჩნეთის ლიდერმა ადამ კადიროვს, მის შვილს რამზან კადიროვმა გადასცა მორიგი სამხედრო ჯილდო. ამ შემთხვევაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის ესეთი ტიტული მიენიჭა ახალგაზრდა ადამ კადიროვს. ამას წინათ ჩემ მეგობრებთან ერთად ხუმრობდი კიდევ კარგი იმ კაცის შვილებს იარაღებით სირბილი არ უყვართ მეთქი. გამგები გაიგებს, რასაც გულისხმ. ამ კაცის შვილს უყვარს. აი ესენი მეწოდებიან ხოლმე ესეთი ხალხი. სერიოზული სახეებით რო უწევთ დგომა და აი ამ რეალობის მიღება, შეგუება. მოკლედ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით. თუ ამ დრომდე უყურებდით ამ ვიდეოს, ესე იგი გამორჩეული წევრი ხართ ამ ჩემი აუდიტორიის და განსაკუთრებით მოგწონთ ჩემი კონტენტი, რაც ძალიან მიხარია და დიდი მადლობას გიხდით. დაპლიუსდით ასეთები, კომენტარებში პლიუსი დაწერეთ, მაინტერესებს რამდენი ხართ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და დალაიქეთ ვიდეო თუ არ დაგილაიქებიათ აქამდე თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ. დაწერეთ ლაიქი, ეს დაეხმარება ვიდეოს ალგორითმს უბრალოდ რომ აღმოაჩინოს ბევრმა ეს ვიდეო. დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, დაპლიუსდით ასევე როგორც გითხარით და კარგი იქნება თუ ჩაერთვებით დონაციაშიც. რა თქმა უნდა, ძირითადად მე გააზრებული მაქვს რატომ ვაკეთებ ამას და ვცდილობ რომ ყველაფრის მიუხედავად გავაგრძელო მუშაობა და ვაკეთო ეს საქმე. გავაგრძელო ეს პროექტი, თუმცა გასაგებია რომ ფინანსური მხარეც მნიშვნელოვანია, თავარი არ არის, მაგრამ
მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ამის სურვილი გაქვთ, თუ ფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია და უნდა გაგრძელდეს, თუ გაქვთ ამის მზაობა, რომ ფინანსურად გამაძლიეროთ, ჩაერთეთ დონაციაში, ყველა შესაბამისი მონაცემი არის ვიდეოს აღწერაში, ანგარიშის ნომერიც, PayPal-ის ლინკიც, უცხოეთიდან გადმორიცხვის შემთხვევაში, ასევე Patreon-ის პლატფორმის ლინკი, სადაც შეგიძლიათ რომ რეგულარული სპონსორი გახდეთ, ასე ვთქვათ, ჩემი ასეთი შემოთავაზებაც არის, $5-10-15 ვარიანტი აირჩიოთ ლინკზე გადასვლის შემთხვევაში და ყოველთვიურად ეს თანხა ჩამოგეჭრებათ. აბა თქვენიცით. დიდი მადლობა. წარმატებები ყველას. დაელოდეთ შემდეგი ეპიზოდს. იმედი მაქვს, რომ საინტერესო ამბებით დაგიბრუნდებით მომდევნო ჯერზეც. სხვათა შორის ბოლო პერიოდში არ მქონია ფრონტის ხაზის მიმოხილვა ისეთი დეტალური რუკის გავლით და ალბათ შემდეგ ჯერზე ამას აუცილებლად გავაკეთებ. ნახვამდის, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს.